აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ორთაჭალაში სასტუმრო კავკასიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისაგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის ბავშვებისათვის სათამაშოები გადაეცათ. დავიზიარეთ მათი პრობლემები, შევეცადეთ პატარა ყურადღება მიგვექცია ბავშვებისთვის. მე მგონი ძალიან კარგი საქმე კეთდება იმ გაგებით, რომ ბევრი ცვლილებები განხორციელდა ამ ჩასახლებაში, რაც თავარი ადამიანები კმაყოფილები არიან ყურადღებით და ჩვენ შევეცდებით ასეთი ტიპის ყურადღება ყველა დევნილთა ჩასახლებაში და კომპაქტურ ჩასახლებაში კონდეს და შეძლებს და გვარად გარკვეული დახმარებები და მხარდაჭერა რაც არსებობს ჩვენი მთავრობის პირობებში საქართველოს ცენტრალური უწყებების სხვადასხვა შესაძლებლობებით ერთობლივად გავიზიაროთ და მხარი დაუჭიროთ ჩვენ დევნილებს. ამ ლამაზ ღონისძიებას, რომელიც იყო აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული, აქვე მინდა ვისარგებლო შეთხოვით და გადავუხავ დიდი მადლობა მათ იმ საჩუქრებისთვის, იმ ღონისძიებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს რაიონში გაატარეს და მე მიმდევნებ, ესეთი ღონისძიებები კვლავაც მრავალი იქნება.